ახალ ინფორმაციაზე ვილაპარაკოთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისმებოდა კითხვა, რა მოხდა და გვეუბნებიან, რომ ეს განხორციელდა სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე კომპანიის მეშვეობით. თქვენ ხართ იურისტი, კითხვები თუ დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი ამ საკითხზე და თუ არა, ასეთი შემთხვევაში რა კითხვები გაქვთ? მოგესალმებით ანა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საუბრობ და ერთი სიტყვით მათი პოზიცია, ქართული ოცნების პოზიცია, ხელისუფლების პოზიციაა, რომ თურმე უნდა ვენდოთ სიტყვაზე და ყველაფერი კარგად არის, არა მეგობრებო, ეს ასე არ არის, ყველაფერს სჭირდება მტკიცებულებები, ყველაფერს სჭირდება საზოგადოების დარწმუნება, მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ქართულ ოცნებასთან, რომელიც კორუფციაში იხჩობა თავიდან ბოლომდე და ვიცით, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კორუფციის ბრალდებით არიან ამ შემთხვევაში და სხვადასხვა ბრალდებებით არიან მჟავრდებულები და ბრალდებულები. მაშინაც როდესაც საუბრობდი და კითხვები სწვებოდა სხვადასხვა საკითხებზე, არა ასეთ საკითხებზე, სხვადასხვა საკითხებზე, ანალოგიურად საუბრობდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და გვენდეთო. აქ რასთანა გვაქვს საქმე და რაზე უნდა ვისაუბროთ? ის რომ საკითხზე ამბობენ, რომ რაიმე ცუდი ხდება. არა, არც მაშინ საუბრობდნენ. მაგას ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ფაქტი რა. ყველაფერი არის კანონიერების ფარგლებში და დღევანდელი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ შეიცვალა რაღაცეები იმ კარგულებში. უყურეთ, როდესაც არის საუბარი კორუფციაში, არ შეცვლილა უბრალოდ. გასავთ, ანა, როდესაც საუბარი არის კორუფციაში დახელოვნებულ ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ გუნდზე. ხო, თან ხვდებით, რომ ჩამოგითვალეთ ის ადამიანები, რომლებიც კორუფციის ბარდებით თვითონ მოუწიათ დაკავება. ხო, აქ კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებზე უნდა იქნას პასუხი მიღებული, ხო? ბუნებრივ დავასრულებ, შეიძლება ამ კითხვებზე უნდა იქნას პასუხი მიღებული. პირველი, რაზე არის საუბარი? კონკრეტულად წარმომავლობა და მიმღები ვინ არის ამ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით? მიმღები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღნიშნულ ბიზნესი თუ სახელმწიფო? საუბრობ, მოკლედ, ვინ არის, გითხრა ამასთან დაკავშირებით. მიმღები ვინ არის? მიმღების იურიდიული ფორმა რა არის ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის ფორმა, ვინ არის ეს მიმღები? მიმღების ამ შემთხვევაში იურიდიული ფორმა ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან? აი ამაზე არის საუბარი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც არის საუბარი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ საქართველოს კანონზე, აქ პირდაპირ წერია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე არის საუბარი, ხელშეკრულება შედგა თუ არა მხარეებს შორის. ვინ მოაწერა მეორე მხარეს ხელშეკრულებას ხელი? ამ შემთხვევაში მეორე მხარეს ხელმომწერი პირის არსებობა ამ შემთხვევაში ხელმომწერი პირის იურიდიული ფორმა თუ არსებობს ესეთი უშლის თუ არა ხელს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მოდის თუ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში, ასევე გადახდის ანგარიშწორების რა ფორმა იქნა, თუ იქნა საერთოდ ანგარიშწორება და რა ფორმა იქნა გამოყენებული, ვინ არის ამ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები, ამასთან დაკავშირებით არის პასუხი. ეს არის პასუხი საჭირო. ეს არის კითხვები, რომელ კითხვებთან დაკავშირებით აუცილებელი არის პასუხი. მარტივი არის აქ, ხო? აქ ხო ვერ გვეტყვიან ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა საიდუმლოა და გრიფი დავადეთო. პრინციპში არც ეს არაფერი არა, მაგრამ გამორიცხული, მაგრამ აქ როდესაც არის საუბარი, როგორ გადაკვეთა ამ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენს ტერიტორიაზე როგორ გადავიდა, ისე ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ გადავიდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ დევნილებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა არიან, როდესაც ზუგდიდში გარკვეულ პროდუქტებს თუ გარკვეულ ტექნიკას ყიდულობენ გადასატანად ჩვენ ტერიტორიაზე, ისე ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასატანად პრობლემები ექმნება და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია. აქედან გამომდინარე, რა გზებით მოხდა ამის გადატანა? ეს ხო ყველაფერი უნდა ითქვას ამასთან დაკავშირებით, ხო? არავინ საუბრობს, ანა, ის არის ჩვენი ტერიტორია, იქ არიან ჩვენი მოქალაქეები და დახმარება ეს აუცილებელი ამას ორჯერ ორია და რაც კი თუ რამ შეუწყობს საერთოდ ხელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შემომტკიცებას და ასე შემდგომ, ეს აუცილებელია ხორციელდება პროგრამები ამ შემთხვევაში თუნდაც სამედიცინო დახმარების და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე ხალხნო
კორუფციაში დახნოვნებულ ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერზე მიდიოდნენ, ხო, აღმოჩნდა და თვითონ თქვენს ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე. არის კითხვები, ან კითხვებთან დაკავშირებით არის პასუხები აუცილებელი და ბოლოს ჩვენ ვიცით რა კოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ხო გახსოვთ არა ოპოზიცია არასამთავრობო სექტორი თუ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ბევრი კითხვები იყო დასმული არა ბოლოს აღმოჩნდა რომ პენსიონერების ძარცვასთან დაკავშირებით ბრალი აქვს წახენებული მაღალჩინოსნებს ხო ბოლოს აღმოჩნდა და რამე გაგვიკვირდება აქ კორუფციულ თემასთან დაკავშირებით აქ ჩვენ სვამთ კითხვას ისმის კითხვა კორუფციულ ეჭვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შემჩნეულები არიან, ეჭვმიტანილები არიან და თვითონვე აღიარებენ, რომ კორუფციაში იხჩობიან. ახლა ამათ რომ უნდა წარმოდგენა, რომ ბოლო 2 წელიწადი და 3 წელიწადია თითქოს ისე აკეთებენ, რომ ახლა იყვნენ ხელისუფლებაში და ის კორუფცია რაც იყო და რაც გამოავლინეს, თითქოს მათთან არ იყო. არა, მეგობრებო, ეს ხელისუფლება თვითონ აღიარებს უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც საპრობილეებში არიან, მოთავსებულები, ბრალი აქვს, წარდგენილი სისასამართლებრივი დევნა დაწყებული მათ მიმართ, არავის უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დავარღვიოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თვითონ ამბობენ, რომ ბრალდებულების სტატუსი და ზოგს ჯავდებული სტატუსი. აქედან გამომდინარე, კითხვები არის, ამ კითხვებზე არის პასუხი საჭირო და მარტივი პასუხია. რა საჭიროა აქ? მარტივი პასუხია. გვაქვს ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით არის არ არის საერთოდ ლაპარაკობ ესენი ხო კორუფციაში იხჩობიან ეს ხალხი რატო გეკითხებით იცით 3000 ტონა საწოვზეა საუბარი და ძალიან დიდ ფულზე ამოდროულად ხო დიდ ფულზე ხო და მაგაზე საუბრობს ანუ ესეც არის თქვა საფუძველი დაისვას ამაზე კითხვის ეს ანგარიშწორება როგორ ხდება რა არის ეს ხო ყველაფერი უნდა ითქვას არა რა მეთოდ როგორ გადავიდა საზღვარზე მე გითხარით რომ დევნილებს პროდუქტების თუ მოცულობითი საქონლის საყოფაცხოვრებო ნივთების გადატანა უჭირთ და პრობლემებს უქმნიან და არის შემთხვევები რომ გადატანაზე უარსეუბნებიან იქით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასაგებია მოდი კიდევ ერთხელ ჩვენი ტერიტორია ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უნდა დავეხმაროთ ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეები არიან მაგრამ აქ არის კითხვები წარმოიშვება ამ ხელისუფლების სწრაფვასთან, მიდრეკილებასთან და კორუფციულ დნმ-თან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე არის ეს კითხვები. და რა გავიგეთ საწოვის შეტანასთან დაკავშირებით, ანუ რა სქემით მოხერხდა ეს 2019 წლის 5 აპრილს იმდროინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე დაამტკიცა პირისთვის სპეციალური საწარმო სტატუსის მინიჭების წესი, აი აქედან ამოდის ეს ამბავი, დოკუმენტის მიხედვით კომპანიას აღნიშნულ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტით გათვალისწინებულია სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება. ანუ, როდესაც კობახიძე ამბობდა, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, ამ და იქვე იყო რას გულისხმობდა და რაღაც ახლა ეს ამაზე სიღრმეში აღარ შესულა, ირკვევა, რომ ამაზე ელაპარაკობდა. და კონკრეტულად სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე კომპანიამ შეპესე სოლიდუსმა შეიტანა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი და ეს ინფორმაცია სოლიდუსის მფლობელის გიორგი არველაძის მიერ არის დადასტურებული. მიზნები თქვენთვის ცხადია ამ შემთხვევაში, ან თქვათ რა სურვილის კარნახით შეიძლებოდა ეს განხორციელებული. ამიტომ ვითხოვთ სამზეოზე გამოვიდეს ყველაფერი, ამიტომ ვითხოვთ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებიდან გამომდინარე, რაც არის შესაძლებელი და აუცილებელი გამოვიდეს სამზეოზე და დღის შუქი იხილოს, რომ შესაბამისად აქედან გამომდინარე იყოს მსჯელობა. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, ხო, კანონით არც ერთი კანონი არ უშვებს კორუფციის შესაძლებლობას, მაგრამ ჩამოგითვალეთ მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციის გამო არიან და კორუფციული სქემების გამო არიან სისხლსამართლებრივი დევნის ქვეშ და საპრობილეებში, ხო? და წინასწარი აღკვეთილების სახით ზოგს პატიმრობა და უკვე ზოგს მიმართ გამომტყუნებელი განაჩენია დამდგარი. აქედან გამომდინარე არის კითხვები, ამ კითხვებს ჭირდება პასუხი. და ესე ნაწყვეტ ეტაპობრივად საათში ერთხელ თუ დღეში ერთხელ რაღაც ინფორმაციების გამბოჟონვა არ არის. აქ არის კითხვები, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი არის საჭირო. ვიმეორებ, ქვეყანამ საქართველო უნდა იზრუნოს ბუნებრივია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ ცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ არის კითხვები, ამ კითხვებზე არის პასუხი. ეს არ გამორიცხავს, რომ ზრუნვა არ უნდა, არა, ზრუნვა უნდა იყოს, უნდა ვიზრუნოთ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის აუცილებელი, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არის აუცილებელი და ჩვენ საუბრობთ. ლელო საუბრობს ეროვნული ინტერესების დაცვის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ თუ არა ესენი. მათი სხვა თემებზე განცხადებები, ანა, ეწინააღმდეგება ყოველთვის ეროვნულ ინტერესებს, ხო? სხვა საკითხებზე. და აქ ბუნებრივია დაისვა კითხვა. და ამასთან დაკავშირებით არის პასუხები, მისაღები. ეროვნულ ინტერესებში შედის ყველაფერი, მათ შორის კორუფციაც. და ღალატი ეროვნულ ინტერესების. ნახოთ კიდევ რა ტიპის დამატებითი განმარტება შეიძლება გაკეთდეს. ეს ახლა არის მშრალი დაწორული ინფორმაცია, პასუხი იმაზე თუ იყო ინტერესი, კითხვა იყო, ვინ შეიტანა, ხო? ვინ შეიტანა უკვე ჩვენ ვიცით. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მაყურებელს, ეს არის შეპესე კომპანია, შეპესე სოლიდუსი, მისი მფლობელი გიორგი არველაძე, რომელიც ამას ადასტურებს და ასევე ვიგებთ, რომ 11 აგვისტოს, ახლა შემიძლია კიდევ ერთხელ გავხსნა ეს ინფორმაცია, რომ ზუსტად დღეს მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ქვეყნდება 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის მიხედვით ეს თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა კომპანია შეპესე სოლიდუს, თუმცა განკარგულებაში არ არის მითითებული თუ რა საქმიანობას შეეხება ეს ნებართვა, ესეც საინტერესოა და მოიცავდა თუ არა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდებას და იქამდე უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამავე კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე რადიო თავისუფლებას udasturებს იმას, რომ სწორედ მისმა კომპანიამ შეიტანა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი. და ეს არა და ნუ გამოითქვა ეჭვები გია ხუხაშვილი საუბრობდა თქვენამდე რომან გოცირძის პოსტიც საწკითხულობ სოციალურ ქსელში, რომ თქვათ ეს საწვავი წავიდა სავარაუდოდ ქართული კომპანიისგან და ანუ სანქციების თემა არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ხო? რატომ არა თქვათ პირდაპირ, იმიტომ რომ სანქციების შიში სახეზეა? მოკლედ, ანა, მე ამასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები დავსვით ჩვენ, რა გვაინტერესებს, კონკრეტული პასუხებია მისაღები, მიმღები, ანგარიშწორების ფორმა, პირი რომელმაც თუ იურიდიული პირი თუ ვინც არის არ ვიცით, ვინც ხელშემკვრელია და ხელშეკრულების მეორე მხარეა, ვინც მიიღო პროდუქტი, ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას და ეროვნულ ინტერესებს, ამასთან დაკავშირებით მივიღოთ კითხვებზე პასუხი და შემდგომ სხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ, შესაძლებელი იქნება შემდგომ სხვა საკითხებზე მსჯელობა.